გამარჯობა. ამასინათ სიცხლის ანალიზი გავიკეთე, არაფერი საშიში, უბრალოდ გეგმიური ანალიზები იყო, ყველაფერი წესრიგშია. ერთადერთი, როდესაც მომივიდა მეილით ანალიზების პასუხი, საკმაოდ ჩაშლილი, საკმაოდ დაწვრილებითი, იქ აღმოჩნდა რამდენიმე ელემენტი, რომლის შესახებაც მე ჩემდა სამარცხინოდ არ ვიცოდი. პარალელურად მე უყურებდი გადაცემას, სადაც განიხილავდნენ იმ აღმოჩენებს, რომლის გამოც წელს გაიცა ნობელის პრემიები და სწორედ ერთ-ერთი ალბათ ყველაზე აქტუალური ნობელის პრემია მედიცინასა და ბიოლოგიაში გაიცა სწორედ იმ საკითხთან მიმართებით, რომელმაც მე ჩემს ანალიზებში დამაინტერესა. ეს აღმოჩენა ძალიან ახლო მომავალში გახდება უამრავი უკურნებელი სენის დამარცხების საწინდარი. და სანამ ძირითად თემაზე გადავიდოდეთ, მე მინდა ერთი ორგანოს შესახებ გიამბოთ. მაგრამ მანამდე მე სანამ ჩაწერისთვის ვემზადებოდი, თითი გავიჭერი პროფესორად და დავიკრავ პლასტირს, მით უმეტეს რომ ეს პროცედურაც იმ საკითხთან და იმ თემასთან ძალიან ახლოს არის, რომელზეც დღეს ჩვენ ვისაუბრებთ. სანამ ძირითად თემაზე გადავალთ, მე მინდა ერთი ორგანოს შესახებ გიამბოთ, რომელიც ალბათ ძალიან ბევრმა არ იცით, თუ საერთოდ გვაქვს და თუ რა ფუნქციას ასრულებს იგი. იგი მდებარეობს, უბრალოდ ჩემს შემთხვევაში მდებარეობდა მკერდის ძვლის უკან, მკერდის ძვალი მოგეხსენებათ, ეს არის ცენტრალური ძვალია, აი ამ ადგილას, რომელიც იცავს გულს დაზიანებისგან, დარტყმებისგან, იგი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ძვალია და იგი ასევე იცავს ამ ორგანოს. რატომ არ მაქვს მე? არა იმიტომ რომ ამომაჭრეს, უბრალოდ ჩემს ასაკში უკვე იგი აღარ არის საჭირო. ანუ ევოლუცია თვლის, რომ ჩემი ასაკის ადამიანებისთვის და ზოგადად 40+ ადამიანებისთვის ბიოლოგიური საათი უკვე გაჩერებულია. მათ თავისი ფუნქცია შეასრულეს, მათ მოგვცეს შთამომავლობა, დატოვეს, უნდა დაეტოვებინათ ყოველ შემთხვევაში და ახლა შეუძლიათ დაისვენონ. სად დაისვენებენ ეს უკვე იმის მიხედვით, თუ რა დაავადებები შეიძლება გამოუძვრეთ მათ და მოგეხსენებათ, რაც უფრო ხანში შედის ადამიანი, მით უფრო მეტი სხვადასხვა დაავადება იჩენს ხოლმე თავს. და სწორედ ამაზე მექნება მე საუბარი. ახალგაზრდებში ეს ორგანო ჯერ კიდევ ფუნქციონირებს, თუმცა იგი ყველაზე დიდი ზომის არის, როდესაც ბავშვი იბადება. რას წარმოადგენს იგი? ის არის ერთგვარი სამხედრო აკადემია, სადაც ხდება იმ საჯარისო ფორმირებების წვრთნა და ჩამოყალიბება და შემდეგ უკვე გავალებებზე გაგზავნა, რომლებიც ჩვენს ორგანიზმს იცავენ ვირუსებისგან, ბაქტერიებისგან, სოკოებისგან, სხვადასხვა შხამებისგან. რა ქვია მას? თიმუსი. მისი უდიდებულესობა თიმუსი, რომელსაც ჩვენ კვლავ დაუბრუნდებით. დღევანდელ ვიდეოში კი გიამბობთ ისტორიას, რომელსაც პირდაპირი დამოკიდებულება აქვს, თუ როგორი იქნება ჩვენი მომავალი. როგორი იქნება მომავლის მედიცინა, რა მოხდა 2025 წელს ისეთი მოლეკულურ ბიოლოგიაში, რომელიც თავდაყირად დააყენებს სიმსივნეების მკურნალობას. რა იქნება თითქმის უკვდავების თუ არა ძალიან ჯანმრთელი სიბერის საწინდარი. სად გაივლის ზღვარი მდიდრებსა და ღარიბებს შორის მომაკვდინებელი დაავადებების დამარცხებაში და მკურნალობაში. წინ ძალიან საინტერესო ვიდეო გელით და მართლა გულით გირჩევთ რომ ბოლომდე ნახოთ. მე ვეცდები უმარტივესი, კარგი, ესეთი კრიმინალურ, საომარ, მისტიკური და პლუს იუმორისტული ჟანრის მოთხრობის სტილში გიამბობთ იმ ურთულესი პროცესების შესახებ, რომლებიც აი ახლა ამ წამს, როცა თქვენ ამ ვიდეოს უყურებთ, თქვენს ორგანიზმში მიმდინარეობს. მიმდინარეობს იმიტომ რომ თქვენ იყოთ ჯანმრთელები, იმიტომ რომ თქვენ ხვალინდელი დღე ნახოთ, ხვალინდელი კი არა, ზეგინდელიც და კიდევ ბევრი წლის შემდეგი დღე. გარდა ძირითადი თემისა, თქვენ ვიდეოს ბოლოს გელით 2025 წელს კიდევ რამდენიმე აღმოჩენის, მნიშვნელოვანი აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია, ის არ იქნება ისეთი დაწვრილებითი,
როგორზეც მე ძირითად თემაში ვისაუბრებ, მაგრამ ძალიან საინტერესო იქნება, ამიტომ მოემზადეთ, დაისხით ყავა, ჩაი, ლუდს არ გირჩევთ, იმიტომ რომ თუ მოითენთეთ შემდეგ შეიძლება ხალისი დაკარგოთ ყურების, ამისთვის საჭირო არის კოფეინი, რომელიც თქვენს ტვინს აამუშავებს და მას მისცემს იმის ანალიზის, გაანალიზების უпроსორად უნარს, რაზეც მე დღეს უნდა ვისაუბრო. სანამ თხრობას დავიწყებდე, მე მინდა, რა თქმა უნდა, ყველა ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ, ვინც ახლახან გამოიწერეთ ჩემი არხი, ვინც ეხმარებით ჩემს არხს, მოწონების ნიშნების დასმით, სხვათა შორის დასვით ბარემ უკვე, რომ შემდეგ აღარ მოცდეთ, კომენტარებით მე ყოველთვის ვამბობ, რომ ეს აუცილებელია. მეგობრებო, ჩემს არხს უკვე 68,000 გამომწერი ყავს, ეს არ არის ცოტა საქართველოსთვის, არ ძალიან ბევრია, საშუალო არხების კატეგორიაში გადის, ალბათ უფრო სპონსორი არხს კვლავ არ ყავს და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ეს ვიდეოები გადააზიაროთ სხვადასხვა პლატფორმებზე, როგორც არის Facebook, Instagram და ასე შემდეგ, თუ გინდათ ამოჭერით პატარა ისა, მაგრამ აუცილებლად მიუთითეთ თვითონ არხი და რომ ამ არხზე უყურონ ამ ყველაფერს. რატომ? იმიტომ რომ ისე ვიმეორებ 68,000 ვართ უკვე ჩემს სამეგობროში, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანი ფაქტიურად ახლა ბოლო ვიდეო ნახა ჩემი გამომწერების ალბათ 7-8%. ასე გამოვიდა, იმიტომ რომ მხოლოდ 5,000 ნახვა აქვს. ეს ძალიან აგდებს რეიტინგს არხისას, რატომ? იმიტომ რომ თვითონ YouTube ხვდება, რომ ამ ადამიანს ამდენი გამომწერი ყავს, მაგრამ როგორც ჩანს, უინტერესო ვიდეოებს აკეთებს და ამიტომ არ უყურებს მის ვიდეოებს, მისივე გამომწერები არ უყურებენ და ამიტომ მეც არ ვარ ვალდებული, რომ იგი გავავრცელო და სხვებს შევთავაზო. ამიტომ ზოგადად ვშობს ხოლმე ნაკლები გამომწერი ყავდეს და მეტი ნახვები კონდეს, ვიდრე ბევრი გამომწერი ყავდეს და ნაკლები ნახვები კონდეს. ამიტომ გთხოვთ, თქვენც ნუ დაიზარებთ, თქვენს ახლობლებსაც შეატყობინეთ ამ არხის არსებობის შესახებ და მათაც ნახონ. ყველაზე მეტი ნახვები ჩემს არხზე აქვს კრიმინალურ მისტიკურ თემატიკას, მესმის რომ ეს ყველას მოგწონთ, მეც მომწონს, მაგრამ ჩემი არხი მაინც გავითვალისწინოთ, რომ არის სამეცნიერო და ამიტომ სამეცნიერო თემებსაც დავუთმოთ ყურადღება. მით უმეტეს რომ ყველა ის სამეცნიერო თემა, რომელზეც მე საუბრობ ხოლმე ჩემს ვიდეოებში, არის აქტუალური. აქტუალური და თქვენ ძალიან ბევრ ამას იგებთ და ის არის ძალიან სასარგებლო ზოგადად. რომ ვიცოდეთ და სასარგებლო იმისთვის, რომ ვიცოდეთ როგორ ვიცხოვროთ, როგორ ვებრძოლოთ სხვადასხვა დაავადებებს და არის თუ არა ამის საშუალებები ახლა თუ არა ყოველ შემთხვევაში ახლო მომავალში. ეს ვიდეოც ზუსტად ანალოგიურ ამ ტიპის ვიდეოებს განეკუთვნება, მაგრამ ისე ვიმეორებ, მე ჩემი სტილი მაქვს მოყოლის და ვეცდები რომ აი მაქსიმალურად ისე როგორც მე ჩემს სკოლაში უხსნიდი ბავშვებს ბიოლოგიას, როგორც უნივერსიტეტში უხსნიდი ჩემს სტუდენტებს სხვადასხვა რთულ საკითხებს, აი ასე მარტივი ენით, ძალიან გასაგები ენით მოგიყვეთ იმ მართლაც ურთულესი დისციპლინის შესახებ, რომელსაც იმუნოლოგია ჰქვია. დღე თანდათან მოკლდება. ზამთარი ძალას იგრებს. მაგრამ წინ ცივი ზამთრის ყველაზე თბილი დღესასწაულები. დღეს, როცა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ დღესასწაულებს საქართველოს გარეთ ხვდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება სამშობლოდან გაგზავნილი საჩუქარი. იმაზე, რომ ეს ადვილად მოახერხოთ, ჩემმა ახალგაზრდა მეგობრებმა იზრუნეს. მათ წამოიწყეს პრემიუმ ხარისხის სასაჩუქრე ნაკრებების წარმოება, რომელშიც ერთმანეთის გვერდით კოხტად განლაგებულა ტკბილი ჩურჩხელა და ცხარე აჯიგა. მადის აღმძვრელი სვანური მარილი და ტკბილმჟავე ტყემალი, კავკასიონის ალპური ფერდობების ყვავილების თაფლი და რა თქმა უნდა მისი უდიდებულესობა ქართული ღვინო. ეს ყველაფერი იმ ულამაზეს სუფრაზე შეგიძლიათ გაშალოთ, რომელზეც ქართული ანბანია ამოქარგული. იქვე დადეთ ხის სუნით გაჯერებული თბილისური ჩუქურთმებიანი აივნის სუვენირი და მენდეთ, სადაც არ უნდა იყოთ, ლამაზი თბილი და ქართული საღამო გარანტირებული აქვს. ნაკრების შემადგენლობა მყიდველი სურვილის მიხედვით შეიძლება შეიცვალოს. თუ გამოიყენებთ ამ პრომო კოდს, რომელსაც თქვენ ეკრანზე ხედავთ, როგორც ჩემი არხის გამომწერები, მიიღებთ 7%-იან ფასდაკლებას. თუ
თუ ნაკრებს ამ პრომოკოდის მიხედვით შეიძენთ, ამით თქვენ ჩემს არხსაც დაეხმარებით. გადადით ბმულის მიხედვით, გაიგეთ პირობები, შეუკვეთეთ და ახლავე აჩუქეთ თქვენს ახლობლებს ტკბილი მოგონებების სურნელი. მოლეკულურ ბიოლოგიაში 2025 წელს მომხდარი უნიკალური აღმოჩენების არსი რომ გავიგოთ, ჯერ იმ არმიის შემადგენლობაში უნდა გავერკვეთ, რომელსაც სახელად იმუნიტეტი ჰქვია, ეს მართლაც არმიაა და იგი შედგება ასეულობით მილიარდი ჯარისკაცისგან. მთლიანად ამ ნაწილაკთა რაოდენობა რო შევკრიბოთ, მათი წონა დაახლოებით 1 კილოგრამია. აი ჩემში მაგალითად მე რომელიც ვიწონი 70 კილოგრამს, ჩემში მხოლოდ 1 კილოგრამია, მაგრამ ეს 1 კილოგრამი არის ძალიან ბევრი. ამ არმიაში ისევე როგორც ნებისმიერი ნორმალური ქვეყნის არმიაში არის რამდენიმე საჯარისო დანაყოფი, რომლებიც თუ წარმატებით ასრულებენ თავიანთ დავალებებს, ადამიანი ჯანმრთელია. ყველაზე მაგარი ახლა რომ ამ თემას ვაკეთებდი და ვამუშავებდი, ვიფიქრე რომ ყველაზე მაგარი ამ საკითხზე ცოტნე ჯავახიშვილთან იქნებოდა საუბარი, მასთან ერთად ინტერვიუში ჩაწერა და როცა მის ამ წყაროებს ვეცნობოდი, ისე ვიმეორებ მისი ხმა ჩამესმოდა ესეთი ძალიან მარტივად ახსნადი, ძალიან იუმორით გაჯერებული და ძალიან სიბრძნით მოყოლილი. იგი ასე მოგვიყვებოდა ამ აღმოჩენის მნიშვნელობაზე შორეული კალიფორნიიდან სამწუხაროდ ეს საოცრად აუნაზღაურებელი დანაკლისი არის არა მხოლოდ ჩემთვის როგორც მისი მეგობრისთვის და უამრავი მისი მეგობრისთვის, არამედ ზოგადად საქართველოს მეცნიერებისთვის. იმუნოლოგია ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული და ამავე დროს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ესეთი მომავლის მეცნიერებაა. იმუნოლოგიაში იმდენი რამ ხდება ყოველწლიურად სიახლე, რომ ესეთ ნორმალური ადამიანის ტვინი, რომ არა ხელოვნური ინტელექტი, რომ არა კომპიუტერები, რომ არა სხვადასხვა ხელსაწყოები, უბრალოდ ვერ მოერეოდა იმ ზღვა ინფორმაციას, იმ ზღვა და უნიკალურ ბაზას მონაცემთას, რომელიც ამ წლების 10 წლეულების განმავლობაში დაგროვდა იმუნოლოგიაში. იქ უკვე იმდენი ელემენტია აღმოჩენილი, რომ მათ სახელებსაც კი ვეღარ არქმევენ და უბრალოდ ნომრავენ და ეს ნომრებიც უნდა დაიმახსოვროს იმუნოლოგმა, კარგმა იმუნოლოგმა. ეს ძალიან რთულია, ისე ვიმეორებ, მაგრამ ეს არის მომავლის მეცნიერება, ეს არის მომავლის ტექნოლოგიები, ამიტომ ახალგაზრდები, რომლებიც ყოველთვის კითხულობენ თუ რა ვქნათ, საწავიდეთ, ვის მიმართოთ, რა პროფესია ავირჩიოთ, გირჩევთ ერთ-ერთი ასეთი პერსპექტიული, ნამდვილად ძალიან პერსპექტიული პროფესია გახლავთ იმუნოლოგია. ის პროცესები, რომლებიც იწყება ჩვენი პირველი ჩასუნთქვიდან და დედის რძის პირველი ყლუპიდან და მთავრდება გულის კუნთის ბოლო შეკუმშვით, არის იმდენად რთული და იმდენად საინტერესო, რომ საგონებელში აგდებს არა მხოლოდ გაუთვითცნობიერებელ, არამედ უკვე იმუნოლოგიაში ჩართულ ადამიანსაც კი. ეს არის ცალკე გიგანტური სამყარო, რომელსაც თავისი კანონები აქვს და ამ კანონების დაცვაც ევალება მას. არსებობს სპეციალური ორგანოები, ისევე როგორც სახელმწიფოში, რომლებიც ამ კანონს იცავენ. თუ სახელმწიფოში რაღაცა აირია და კანონი ვერ კანონობს, ამ შემთხვევაში ადამიანი მომენტალურად იგრძნობს, თუ არა დროში გაწელილად მაინც იგრძნობს, რომ მის თავს რაღაცა თლად კარგად ვერ არის. ამიტომ სწავლობენ მეცნიერები ამ ურთულეს დარგს, ამიტომ უყურებს კაცობრიობა იმედით ამ დარგში გაკეთებულ ყველა ახალ აღმოჩენას და ამიტომ ვამახვილებ დღეს მე ამ თემაზე ყურადღებას. მარტივად რომ თქვა, იმუნიტეტი არის ორგანიზმის უნარი საკუთარი ძალებით, ანუ ყოველგვარი მედიკამენტების და სხვა საშუალებების დახმარების გარეშე დაიცვას თავი გარედან შემოჭრილი მტრებისგან, როგორებიც არიან თქვა სოკოები, ბაქტერიები, ვირუსები, სხვადასხვა ტოქსინები, ასევე შიდა მტრებისგან. ასეთი შიდა მტერი მაგალითად ყველაზე მზაკვარი, ყველაზე მოუხელთებელი ზოგჯერ გახლავთ ავთვისებიანი სიმსივნის უჯრედები. ყველაფერ ამას კლავს და ანეიტრალებს ჩვენი იმუნური სისტემა. ის დგას სწორედ
მუდმივად დაბადებიდან სიკვდილამდე ჩვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე. მე ისე ვიმეორებ დღეს მე მაქსიმალურად ვეცდები რომ აგიხსნათ მარტივიანი თუ როგორ მოქმედებს ჩვენი შინაგანი ჯარი რა გაირკვა მის შესახებ მხოლოდ თუნდაც წელს და როგორ შეიძლება მისი მართვის სწავლით სიცოცხლის გახანგრძლივება ჯერ კიდევ უკურნებელი დაავადებების მკურნალობა ორგანიზმის ნაგვისგან გასუფთავება რომელიც ჩვენს ორგანიზმში წლების და ათწლეულების განმავლობაში გროვდება და ჯანმრთელი და ხალისიანი სიბერის მიღწევა ჩვენი შიდა არმია ორი ძირითადი მსხვილი დანაყოფისგან შედგება. ეს გახლავთ პირველი თანდაყოლილი იმუნიტეტი, რომელიც ჩვენ დაბადებიდან გვაქვს და ესენი არიან მესაზღვრეები და რიგითები, რომლებიც პირველები ასკდებიან მტერს და ამ შესახებ ჩვენ ქვემოთ ვისაუბრებთ და შეძენილი იმუნიტეტი. ეს გახლავთ სპეციალური დანიშნულების რაზმი, საბრძოლო ელიტა, რომელიც სპეციალურად არის გაწორფნილი ძალიან რთულ სხვადასხვა დავალებების შესასრულებლად. დავიწყოთ ყველაზე დაბალი ფენიდან. თუმცა დაბალი ფენა ამ სისტემაში არ არსებობს. ნებისმიერი რგოლის ამოგდება იწვევს ადამიანის ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩაგდებას, თუ არა სიკვდილს. მაგრამ მაინც რაღაც რანჟირება აქაც არის, მაინც აქაც არიან ოფიცრები, უმაღლესი სარდლობა და რიგითები და სწორედ აი ესეთ რიგითებს მიეკუთვნებიან ნეიტროფილები. ალბათ ყველას გინახავთ ნეიტროფილების რაოდენობა იწერება ხოლმე ანალიზებში. ნეიტროფილები არიან თანდაყოლილი იმუნიტეტის ნაწილები. ზოგადად თანდაყოლილი იმუნიტეტის ყველა ნაწილაკი ასე დავარქვათ ჯერჯერობით, აი მუჯრედებს, რომლებიც სხვადასხვა ფორმის და სხვადასხვა ფუნქციის მატარებლები არიან, წარმოიქმნებიან ძვლის წითელ ტვინში. ძვლის წითელი ტვინი განლაგებული არის ჩვენს ბრტყელ ძვლებში, ეგრეთ წოდებულ ღრუბლისებრ ძვლებში, ესენია მკერდის ძვალი, ნეკნები, მენჯის ძვალი. ან თქვენ თუ ნახავთ თქვათ იგივე ცხოველების მაგალითზე აი თქვენ ნახავთ რომ მათში ღრუ არ არის. ღრუ ძვლები გვაქვს ჩვენ წინა მხრის, ხრის, ბარძაყის, წვივის და ასე შემდეგ, რომელშიც არის ყვითელი ძვლის ტვინი. ეს ცხიმოვანი ქსოვილია, მას თავისი ფუნქციები აქვს, მას იმუნიტეტთან იმხელა კავშირი არ აქვს, როგორც ძვლის წითელ ტვინს. რაოდენობა ნეიტროფილებისა 1 ლიტრ სისხლში არის დაახლოებით 7 მილიარდამდე. ახლა ძალიან საინტერესო მომენტია. 7 მილიარდი აქვთ ევროპელებს, ხოლო აფრიკის მაცხოვრებლებს და აზიელებს მხოლოდ 3 მილიარდი აქვთ. რატომ არის ეს განსხვავება? არავინ იცის, ის 3 მილიარდით ისევე უვლის თავის თავს, როგორც ჩვენი 7 მილიარდი. ასე რომ რაოდენობა, როგორც იტყვიან და ზომას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ნეიტროფილები გახლავთ წინა ხაზზე მებრძოლი ძალები, ფეხოსნებია, მსროლელებია ისინი, მათი რაოდენობა საერთო ჯარში არის 60%-ზე მეტი, ისინი კითხვებს არ სვამენ, მათ არ სჭირდებათ ძალიან კონკრეტული ბრძანება რომ მტერს შეუტიონ და როდესაც აი ის რაც მე დღეს დამემართა, როდესაც აი ჩემს აპარატურას ვაწყობდი, ანუ ხელი ესე დავიზიანე და რა თქმა უნდა, რაც არ უნდა მე სტერილური გარემო მისდაც არ მექნება, მაგრამ რაც არ უნდა სტერილური გარემო მქონოდა ჩემს აი ამ ოთახში, სადაც მე სტუდიას ვეძახი, ან სინამდვილეში მისაღები ოთახია, დროებით სტუდიად გადაკეთდება ხოლმე. აუცილებლად აი იმ მომენტში, როდესაც მე ეს დავიზიანე, შიგნით მთელი არმია შეიჭრა ბაქტერიების განსაკუთრებით. ალბათ სოკოებისაც და ის რომ მე დარწმუნებული ვარ, ეჭრილობა არ მომკლავს და ხვალდილი ჩვეულებრივად გავიღვიძებ და ჩემს დაბადების დღეს შევხვდები ბედნიერი. არის იმის ბრალი რომ ჩემს ორგანიზმში ჯერჯერობით იმუნიტეტი კარგად მუშაობს, ანუ რომ იმ ბაქტერიებს და ვირუსებს და სოკოებს შეუტიეს ჩემ და დაუკითხავად მე ვარც გამიგია ისე ნეიტროფილებმა, პირველ რიგში ნეიტროფილებმა და ალბათ იმდენად ცოტა იყო და იმდენად პატარა ეჭრილობა რომ მათ აღარ დაშირდათ სპეციალური დანიშნულების რაზმების გამოძახება და თვითონვე მოერიევნენ. როგორ მოერივნენ, ახლა მართლა იარაღი არ უჭირავთ მათ ხელში, მაგრამ მათ აქვთ ძალიან საინტერესო მეთოდი ბაქტერიების და ვირუსების განადგურების.
ისინი როგორც კამიკაძეები ისე იქცევიან ხოლმე. ისინი მიდიან, რამდენიმე ათეული მიდის ბაქტერიასთან და ფეთქდება. რეალურად ფეთქდება. და მათი დნმ გამოიფანტება გარემოში, რომლებიც როგორც ობობას ქსელში ისე ახვევენ ბაქტერიებს და ვირუსებს და მათ გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. ასევე მათ აქვს კიდევ ერთი დამატებითი იარაღი, ეს გახლავთ წყალბადის ზეჟანკის გამომუშავება. წყალბადის ზეჟანკი მოგეხსენება ძალიან კარგი ნივთიერებაა, ისევე როგორც სპირტი და იოდი, რომელიც დეზინფექციას უკეთებს ნებისმიერ ჭრილობას, ანუ კლავს ავადმყოფობის გამომწვევ ბაქტერიებს და ვირუსებს. მე თუ ალბათ არ დამიჩირქდება, იმიტომ რომ აქ დიდი ბრძოლა არ მიმდინარეობს, თუ ბრძოლა საკმაოდ სერიოზულია, მასში ჩართული არის სხვა ძალებიც, ნეიტროფილები დიდი რაოდენობით აკვდებიან ხოლმე აი ამ ბრძოლას, როგორც წესი და მათი გროვა წარმოქმნის აი მოთეთრო მოყვითალო ბლანტ სითხეს, რომელსაც ჩვენ ჩირკს უძახით. ჩირკი არაფერია სხვა თუ არა დახოცილი ბრძოლის ველზე დაცემული ჯარისკაცები და მათი მოწინააღმდეგეები, ანუ ვირუსები და ბაქტერიები. თანდაყოლილი იმუნიტეტის ლეიკოციტების კიდევ ერთი ჯგუფი გახლავთ მაკროფაგები. მაკროფაგების აღმოჩენა ძალიან უცნაურად მოხდა, არის ასეთი ძალიან ცნობილი რუსი ვირუსოლოგი და ბაქტერიოლოგი 19 საუკუნის ბოლოს, 20 საუკუნის დასაწყისის ილია მეჩნიკოვი, მისი სახელობის ინსტიტუტები არსებობს რუსეთში. საკმაოდ მართლაც სერიოზული მეცნიერი იყო იგი და იგი ისვენებდა მესინაში, სიცილიაზე, ჩემს საყვარელ კუნძულზე და ადგილობრივ ბაზარზე იყიდა ზღვის ვარსკვლავა. იცით ხო, ეს ცხოველი, რომელიც ფსკერზე ბინადრობს და მოლუსკებით იკვებება. ზღვის ვარსკვლავა ძალიან საინტერესო ცხოველია თავის თავადაც, მას რო ფეხები დააჭრათ, აი ეს ვარსკვლავების ქიმები, თითოეული ვარსკვლავის ქიმიდან რამდენიმე კვირაში ახალი ვარსკვლავი გაჩნდება. ანუ ფაქტიურად უკვდავია ტიპი რა, თითი რომ მომაჭრა მე და ამ თითიდან 2-3 თვეში ვიღაცა ჩემნაირი რო ზუსტად ჩემი გენეტიკის, ჩემი ზუსტად ჩემი ასლი, ქსეროკოპია გამოვა ზუსტად. ეს რო იყიდა, ხა იგი ძირითადად სუვენირებად იყიდება ხოლმე ცოცხლებით და შემდეგ მზეზე გააშრობ, იმას ცოტა ცუდი სუნი კი აქვს, მაგრამ მე გაზდის დროთა განმავლობაში. და სანამ მზეზე გააშრობდა და მოკლავდა, წყალში ჩააგდო, გაცოცხლდა ეს ზღვის ვარსკვლავი და მეჩნიკოვმა ყველა ვერაფერი უკეთეს ვერ მოიფიქრა, აიღო და დიდი აკაციის ეკალი ჩაარჭო ამ საწყალ ცხოველს. მეორე დღეს რო დახედა, ნახა რომ აი იმ ჩარჭობის ადგილას, იმ ჭრილობის გვერდზე იყო რაღაცა ბლანტი, როგორც აი ლაბა, ესეთი რაღაცა ნივთიერება. ეგრევე მიკროსკოპით აღებული ქონდა, რა თქმა უნდა, ნახა მიკროსკოპით თუ რა იყო ესა და აღმოჩნდა რომ ეს იყო გიგანტური ამების მსგავსი, აი ამებები ხო იცით, ეს სრულფეხებით რო დადიან და ცალკე ცხოველია მოგეხსენებათ. აი ასეთი რაღაცა ცხოველები, რომლებიც აღმოჩნდნენ მაკროფაგები. მან მაკროფაგები დაარქვა მათ, იმიტომ რომ მან დააფიქსირა, რომ ისინი როგორც ამება ზუსტად ისე შემოეხვეოდნენ ირგვლივ არსებულ ბაქტერიებს და ყლაპავდნენ მათ. და მაკროფაგი რას ნიშნავს? დიდი ჭამელი, ანუ დიდი ღორმუცელა, ანუ დიდი გამანადგურებელი, შთანთქმელი. ასეთი ამავე ჯგუფში შედიან კიდევ ასეთი საკმაოდ დიდი ზომის უჯრედები, მათ მონოციტები ეწოდებათ და ერთად ისინი შედიან ესეთი ქვედანაყოფში, საჯაρισო ქვედანაყოფში, რომელიც არის ცნობილი სახელწოდებით ფაგოციტები. ეს მაკროფაგები როგორც აი მოჩვენებები, ისე დაბორიალობენ ჩვენ სისხლის წარღვებში, სისხლთან ერთად, რა თქმა უნდა, და საკმარისია რამე ისე არ იდოს, რამე ისეთი არ მოხდეს ორგანიზმში, რაც ორგანიზმს არ ჭირდება, რომ იქ ჩნდებიან, შემოეხვევიან აი ამ უცხოს სხეულს, საკუთარ უჯრედში ათავსებენ და ნელ-ნელა შლიან მათ. ასეთია ბაქტერიები, მტვერი, სხვათა შორის ჩვენს ფილტვებში, რომელიც ხვდება და ძალიან დიდი რაოდენობით, განსაკუთრებით ქალაქში როცა ვართ. დაზიანებული უჯრედები, რომლებმაც თვითმკვლელობა გადაიფიქრეს და თქვენ იცით თუ არ იცით გეტყვით რომ ჩვენს უჯრედებს ახასიათებთ აპოპტოზი, ანუ იგივე მათში უკვე არის ჩადებული თვითმკვლელობის მექანიზმი, როდესაც უჯრედი ბერდება, იგი შეიძლება ითქვას თავს იკლავს. თუმცა ჩვენ გვექნება საუბარი დღეს ძალიან საინტერესო უჯრედებზე, რომლებიც აი კლასიკური ზომბებივით იქცევიან და
რა ზიანი მოაქვთ მათ ჩვენი ორგანიზმისთვის. ამიტომ უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. და ეს გიგანტი უჯრედები არიან ფაქტიურად გამანადგურებლები და პარალელურად ისინი ასრულებენ სანიტრების ფუნქციასაც. ანუ რაღაცა ისე თუ არ დევს, ისე ვიმეორებ, ხა რა შეიძლება ასეთი იყოს, თქვა რაღაცა ხიწვის ნაგლეჯი, რაც არ უნდა მოხდეს სისხლში. ის ხდება საბოლოოდ მაკროფაგის უჯრედში. 2025 წელი გარდა იმისა, რომ იყო საშინელი ტრაგედიების წელი, რა ვიცი, დაუმთავრებელი ომები, სისხლისღვრა ტერაქტები, უამრავი ძალიან კარგი ადამიანის გარდაცვალება, მიუხედავად ამისა, 25 წელს ძალიან ბევრი სერიოზული აღმოჩენა გაკეთდა და ერთ-ერთი ასეთი აღმოჩენა გახლავთ ის, რომ მაკროფაგები, რომლებიც ითვლებოდნენ აქამდე რაღაც უტვინო არსებებად, ასე ჭყალებში არსებებად, რა თქმა უნდა, და სადაც წაასრებდნენ იმის ყველაფრის მჭამელი ესეთ ბრიყვები იყვნენ, არ აღმოჩნდა, რომ ასეა. პირიქით ისინი არიან თურმე საკმაოდ კარგად დატრენინგებული იმუნიტეტის ნაწილი. დატრენინგებული როგორც იგი მაკროფაგი იმახსოვრებს გენეტიკურ დონეზე იმახსოვრებს როგორც ცხოველი, აი ისევე თუ რა ცილასთან ქონდა ან რა ცოცხალ ორგანიზმთან, მაგალითად ბაქტერიასთან ან ვირუსთან და მის ცილასთან ქონდა მას ურთიერთობა. ეს მის მახსოვრობაში დევს და იგი ამის საშუალებით ძალიან სწრაფად არჩევს. გასანადგურებელია ეს უჯრედია ან ეს ბაქტერია თუ იყოს საჭიროა იგი. დღევანდელი ტექნოლოგიებით შეიძლება გახდეს, რომ მაკროფაგები ჩვენი სურვილის მიხედვით გავწვრთნათ და ისინი გამოვიყენოთ ისეთი უჯრედების საწინააღმდეგოდ ბრძოლაში, რომლებსაც აქამდე ისინი არ ებრძოდნენ. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი გახლავთ, ისეთი პრობლემა ჯერ კიდევ, რა თქმა უნდა, დაძლეული მეტნაკლებად, მაგრამ მაინც პრობლემა ავტვისებიანი სიმსივნის უჯრედები. არის კიდევ ჩვენს ორგანიზმში ეგრეთ წოდებული NT უჯრედები, იგივე ნეიტრალ კილერები, ანუ ნეიტრალი მკვლელები, რომლებიც ანადგურებენ ჩვენს საკუთარ უჯრედებს, თუ შეატყვეს, რომ ისინი შეუქცევლად არიან დაავადებული უკვე რამე ვირუსით. აი ამ უჯრედს უკვე აღარაფერი ეშველება. ნატურალური კილერი მიდის მასთან და ანადგურებს. ასევე ანადგურებს მას თუ შეატყო, რომ იგი ავტვისებიანად აპირებს გადაკეთებას. ცნობთ ხო რეები ხდება. სისხლის პლაზმაში პარალელურად ამ უჯრედებისა არის ნაერთების, ცილოვანი ნაერთების ჯგუფი, რომლებსაც ბაქტერიების განადგურების უნარი შესწევთ, ეს ცალკე ჯგუფია. კიდევ არის ძალიან საინტერესო თავისი ფორმით და აგებულებით და ფუნქციებით უჯრედები, ეს გახლავთ დენდრიტები, იგივე ლანგერგასის უჯრედები. დენდრიტები რატომ? იმიტომ დენდროს ზოგადად ნიშნავს ხეს. დენდროპარკი გახსოვთ, ხო? ცნობილი დენდროპარკი გვაქვს. დენდროს ნიშნავს ხეს და ხის ტოტებივით არის თითქოს მართლაც ის დატოტვილი. ეს დენდრიტები თავისი გრძელი საცეცებით მუდმივად აკონტროლებენ გარემოს. თუ მტერი გამოიჭირეს, მას კი არ კლავენ, არამედ კლასიკურ, აი როგორც მოენეს რო ეძახიან, ხო? ტყვეს რო აიყვანენ და შემდეგ დაკითხვას უწყობენ. აი დაახლოებით ანალოგიურ რაღაცას აკეთებენ. ამოაჭრიან შემდეგ იმ ადგილს, რომლითაც მისი ცნობა უკვე შეუძლიათ სხვა უჯრედებს და ამ ინფორმაციას გადასცემენ უკვე T ლიმფოციტებს. ამ T-ებზე ჩვენ გვექნება საუბარი, ეს არის ძალიან საინტერესო ჯგუფი ლიმფოციტებისა და უკვე ამ T ლიმფოციტებმა იციან თუ როგორ გამოიყურება მტერი, თუ რა აქვს მას დაგეგმილი. დენდრიტები აფრთხილებენ ჩვენს იმუნურ სისტემას, რომ საგანგებო რაზმი უნდა მომზადდეს, აქ ამა და ამ ადგილას არის ასეთი და ასეთი მტერი, მას აქვს ასეთი და ასეთი მახასიათებლები, სასწრაფოდ წადით და გაანადგურეთ იგი. მიუხედავად იმისა, რომ ლანგერგასის უჯრედები კიბოს საწინააღმდეგო იმუნოთერაპიაში გამოიყენებიან და ჩვენ ამაზე გვექნება საუბარი, ისინი ძალიან ხშირად არა, მაგრამ მათ ახასიათებთ თვითონვე ავტვისებიან უჯრედებად გარდაქმნა. უხასიათო ტიპები არიან, მოკლედ. თავიანთი პროფესიიდან გამომდინარე ალბათ. და აი მივადექით ძალიან საინტერესო ჯგუფს თუ რაზმს ჩვენი ჯარისა, ეს გახლავთ T ლიმფოციტები. მაგრამ T ლიმფოციტები საკმაოდ
ისეთი ზანტი ტიპები არიან, იმიტომ რომ ისინი სანამ ჩაიცვამენ ამუნიციას, სანამ შეარჩევენ იარაღს და ამ იარაღის შერჩევაში მათ ეხმარებათ B ლიმფოციტები, რომლებიც ამუშავებენ დენდრიტების მიერ მოტანილ ინფორმაციას, ისინი იწყებენ ზუსტად აი მტერზე მორგებული იარაღის გამოშვებას და ამ იარაღს ეწოდება ანტისხეულები. ეს ანტისხეულები ძალიან სწრაფად გაუმუშავდება დენდრიტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და თითო ლიმფოციტის უჯრედი 2000-მდე ასეთ ანტისხეულს აწარმოებს წამში. ანტისხეულები სისხლში ხვდება, ვირუსებამდე მიდის და ასუსტებს მათ. ეს არ არის ვირუსის ან ბაქტერიის მკვლელი ანტისხეული. იგი არის მისი დამასუსტებელი, რომ შემდეგ უკვე კლასიკური მკვლელები მივიდნენ მათთან და მოკლან და ასეთ მკვლელებს წარმოადგენენ T-ლიმფოციტები. ფაქტიურად ვირუსს და ბაქტერიას გარდა იმისა, რომ ხელბორკილებს ადებს B ლიმფოციტი, პარალელურად იგი მას თითქოს ზურგზე აწერს მანათობელი საღებავით, რომ მე ვარ მტერი და მოდი და გამანადგურე. და აი დგება საბრძოლო ელიტის T-ლიმფოციტების დრო, ეს განსაკუთრებულ დავალებათა რაზმია, როგორც გითხარით, რომელიც სწორედ იმ კერდის უკან განლაგებულ ორგანოში გადის ტრენინგს, რომელიც ჩვენ აი გვაქვს, მე არ მაქვს, და რომელსაც თიმუსი ეწოდება. ანუ იგივე მკერდუკანა ჯირკვალი, იგივე ჩანგლისებრი ჯირკვალი, იმიტომ რომ ორი ნახევრისგან შედგება. სტატისტიკისთვის მაინც რომ ვიცოდეთ, ერთ წვეთ სისხლში 370,000 T-ლიმფოციტია, მაგრამ T-ლიმფოციტები სანამ საბრძოლო დავალებაზე გავლენ, გადიან საოცარ მომზადებას. ისინი წარმოიქმნებიან წითელ ძვლის ტვინში, შემდეგ გადადიან თიმუსში და თიმუსი უწყობს მათ გამოცდას. იგი აწვდის მათ სხვადასხვა ინფორმაციას, სხვადასხვა მტრების შესახებ და მათ შორის ინფორმაციას საკუთარი უჯრედების შესახებ. თუ T-ლიმფოციტმა გამოცდა გაიარა, ანუ განასხვავა საკუთარი უჯრედები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს ძალიან პრობლემატურია დღეს საკუთარი უჯრედების გარჩევა არ გარჩევის საკითხი და ამაზე გვექნება საუბარი. მან უნდა გაარჩიოს ისე ვიმეორებ მტერი უჯრედი, ანუ ვირუსი, სოკო, ბაქტერია და სხვა ტოქსინი, თავისი საკუთარი მაგალითად კუჭქვეშაჯირკვლის უჯრედისგან, მაგალითად სისხლძარღვის უჯრედისგან, ნერვული უჯრედისგან, რომ იმათზე მიიტანოს შეტევა და არა იმათზე, რომლებიც უნდა დაიცვას. და ამ წორთნებისას ხდება მათი გაფილტრვა. 100 T-ლიმფოციტიდან გამოცდას აბარებს მხოლოდ 1. ანუ ფაქტიურად ძალიან გამომწურავი გამოცდაა, ხო? ეხლა ასეთი გამოცდები ალბათ ადამიანებს არ აქვთ. არც მედიცინაში, არც ფიზიკაში, არც ბიოლოგიაში და არც არსად იქ სადღაც 30% მაინც აბარებს. აქ გამოცდას აბარებს 1, რომელსაც უშვებენ სისხლში. და ამ სისხლში წარმოიდგინეთ ერთ წლებში თუ არის 370,000, რა სისწრაფით, რა დატვირთვით მუშაობს ჩვენი თიმუსი. წარმოუდგენელი რაღაცები ხდება ჩვენს ორგანიზმში, ჩვენგან დამოუკიდებლად, რომ დაუკვირდე შეიძლება გაგიჟდე. თვითონ ეს დანაყოფი, ანუ T-ლიმფოციტების დანაყოფი შედგება 3 ძირითადი ჯგუფისგან. ეს არის T-კილერები, როგორც სიტყვა მიუნიშნავს, ესენი არიან მკვლელები, ასეთი დაუნდობელი მკვლელები, რომლებიც პოულობენ სამიზნეს და ანადგურებენ მას. ეს არის T-ჰელპერები, რომლებიც ამ სამიზნის მოძებნაში ეხმარებიან მათ და აღმოჩნდა კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ჯგუფი მახსოვრობის უჯრედები. ეს არის გაწვრთნილი T და B უჯრედების ჯგუფი, რომლებსაც აწლეულების განმავლობაში ახსოვთ ჩვენს ორგანიზმში ოდესღაც შემოჭრილი ინფექციის შესახებ ინფორმაცია. მათ აი ეს დისკეტაზე აქვს შენახული თუ რაზე ფლეშკარტაზე და საკმარისია სადღაც ვიღაცა გამოჩნდეს, შეადარებ, ეს დიდი ოხერია, ეს მე მახსოვს ერთი 30 წლის წინ შემეყარა, მე წითელა ერქვა თუ რაღაცა და გასანადგურებელია. იძახებს აი კილერებს. და მეოთხე, საოცრად საჭირო და საოცრად დიდი პერსპექტივის მქონე, თუ ჩვენ შევძელით მათი გამოწვრთნა, T რეგულატორები, ანუ იგივე T-რეგები. ასე შემოკლებით ასე ეძახიან.
თირეგების აღმოჩენაში მიიღეს ნობელის პრემია მეცნიერებმა და ამაზე ვისაუბრებთ. გახსოვთ ხომ კლასიკოსები? მომიდამთავრდა შვიდობის გეშინოდეთ ხალხო. ასეა. ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ ხალხო. ასე იყო საქართველოში 90-იან წლებში, ასე იქნება რუსეთში ძალიან ცოტა ხანში, ასე იყო ამერიკაში 70-იან წლებში, როდესაც ტრავმირებული, წაგებული ხალხი დაბრუნდა საკუთარ სახლებში. და მათ დაიწყეს საკუთარი ხალხის განადგურება, საკუთარი სახელმწიფოს განადგურება. თქვენ გახსოვთ თუ რა დიდი ძალისხმევა დაშირდა ჩვენ სახელმწიფოს რომ გამოსულიყო 90-იანების სიბნელიდან. ძალიან დიდი და ძალისხმევა. ეს ყველგან ხდება, ეს არ არის ქართული ფენომენი, არც ამერიკული, არც რუსული, ნებისმიერ ადამიანი რაც არსებობს, მას შემდეგ PTSR-ით, ანუ პოსტტრავმატული სინდრომით დაავადებული ადამიანები, გათანგული ადამიანები, ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანები, როდესაც ბრუნდებიან სახლებში, ისინი იწყებენ იმ გარემოს განადგურებას, სადაც ისინი დაბრუნდნენ. და აი კილერები, რომლებმაც წარმატებით გაართვეს თავი ორგანიზმის დაცვას, ახლა კბილებამდე შეიარაღებულები არიან, მაგარ ჯანზე არიან და კიდევ უნდათ ბრძოლა, ჩავთვალოთ რომ ასეა და მართლაც ასეა, ისინი ბრუნდებიან, მშვიდობიან ქალაქში და რადგან მათ არ განელებიათ ჯერ ბრძოლის ჟინი, ნაწილი იწყებს ამ ქალაქის განადგურებას. ანუ თუ სახელმწიფოში წესრიგი არ არის, ეს ჯარისკაცები უკვე ორგანიზმისთვის შესაძლოა გადაიქცნენ საშიშებად და ზოგჯერ ასეც ხდება ხოლმე. მათ მიაქვთ ჯანმრთელ ორგანოებზე შეტევა, მაგალითად პანკრეასზე და იწვევენ ეგრეთ წოდებულ აუტოიმუნურ დაავადებას და ეს აუტოიმუნური დაავადებებია სწორედ აი ბრძოლის შედეგად გამოწვეული დაავადებები, როგორიც არის პირველი ტიპის დიაბეტი, მაშინ როდესაც ნადგურდება ის უჯრედები, რომლებიც გამოიმუშავებს ინსულინს. კიდევ ერთი ძალიან მძიმე დაავადება, მაგალითად აუტოიმუნური გახლავთ წითური გლურა, ეს არის რევმატოიდული ართრიტი, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია ან პირიქით ჰიპერფუნქცია, ეს არის ალერგიული რეაქციები სხვადასხვა და ეს არის გაფანტური სკლეროზი მაგალითად, საკმაოდ მძიმე დაავადება. გაფანტურ სკლეროზზე ცოტა შევჩერდები, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი შემთხვევა ვიცი უკვე ამ დაავადების და სხვა შორის მისი მკურნალობა საკმაოდ წარმატებით მიდისო უკვე ისრაელში რამდენადაც გამიგია. ებრაელები ძალიან წინ არიან ყოველთვის ბევრ რაღაცაში და მათ შორის მედიცინა მოგეხსენებათ, საოცრება ხდება მათთან სამედიცინო თვალსაზრისით. რა ხდება გაფანტური სკლეროზის დროს? აი ეს ტეკილერები, რომლებიც დაბრუნდნენ ბრძოლიდან და უტევენ სხვადასხვა ორგანოებს და მათ უჯრედებს და ქსოვილებს ანადგურებენ ამ უჯრედებიდან შექმნილს, ისინი ერჩიან ნერვულ უჯრედებსაც. ნერვული უჯრედი მოგეხსენებათ სხვა უჯრედებისგან ძალიან განსხვავებული ტიპია. მას აქვს სხეული, ძირითადი და მისგან გამომავალი აქსონი, რომლითაც იგი უკავშირდება მეორე ნეირონს და ქმნის მთლიანად ჩვენი ორგანიზმი, ისევე როგორც ვთქვათ, ქალაქებში ელექტროსისტემა, ისევე რომ სატელეფონო სისტემა, მეტროების და ტრანსპორტის სისტემა არის ქსელის სახით არის დაფარული. იქ ჩვენ თუ სადღაცა, ვთქვათ, ჩემს ქუჩაზე გადათხრა დავიწყეთ, ანუ გახსოვთ ხო, ზოგადად თბილისში რა ხდება ხოლმე, გადათხრიან ქუჩას და მთელი თბილისი არის პარალიზებული. ფაქტიურად ემართება გაფანტული სკლეროზი. ანალოგიური რამ ხდება როგორ ისევ საყოფაცხოვრებო შედარებას, აი მაგალითად აქსონს აქვს გარედან, აი შეგნით აქ სადენი გადის ხო, რკინის ან ალუმინის ან სპილენძის არ ამგონია. იგი დაფარული არის გარედან საიზოლაციო ასეთი პლასტიკით. ანალოგიურად აქვს აქსონსაც არის ძირითადი გამტარი მასა და ზემოდან მიელინის მასით არის დაფარული ღერო. ტეკილერები სწორედ აი ამ პლასტიკის იმ შემთხვევაში მიელინის შრეს ანადგურებენ. და რა ხდება, ეხლა მე თუ ამას ეს გავაცალე
რამეზე თუ მივადე, მოკლე ჩართვა მოხდება და უბრალოდ გადასაგდები გახდება, ხო ეს მაუსი. ანალოგიურ ხდება აქაც. კარგავს გამტარუნარიანობას და მწყობრიდან გამოდის უბრალოდ ეს უჯრედი. უჯრედების რაოდენობა იზრდება და ადამიანი ძიმედ ავადდება. საბედნიეროდ გაფანტური სკლეროზი აღარ არის განაჩენი, პირიქით მას საკმაოდ წარმატებით მკურნალობენ. რატომ კარგავს კონტროლს ორგანიზმი თავისივე მცველებზე, რომლებიც კვლელებად იქცნენ? სწორედ ეს კითხვა აწუხებდათ ბიოლოგებს და ექიმებს მას შემდეგ, რაც ამ ტიპის დაავადებებს გაიცნენ და მათი ხასიათის შესწავლა და მათი მიზეზების შესწავლა დაიწყეს. და აი 2025 წელი. გიგანტური გარღვევა და ამ გარღვევის ავტორები არიან მერი ბრუნკოვი, ფრედ რამსდელი და იაპონელი შიმონ საკაგუჩი. ძეგლი მათი. წლევანდელი ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიოლოგია მედიცინის დარგში და ეს პრემია მათ მიიღეს სრულიად დამსახურებულად. შემდეგ თავს მე დავარქვი დიდი შერიგება, ანუ რატომ არის მშვიდობის და დაზავების მიღწევა გაცილებით ძნელი ვიდრე თვით ომი. კერდუკანა ჯირკვალი გახსოვთ ხო, სადაც ელიტარული სპეცრაზმი გადის მომზადებას. აი რომ წარმოვიდგინოთ, თიმუსი მართლაც იდეალური სამხედრო აკადემია, თავისი დისციპლინით, აუდიტორიებით, სამხედრო საწვრთნელი ბაზებით და ტელინფოციტები აქ გადიან სამხედრო საწვრთნელ მომზადებას. ამ თიმუსის აუდიტორიებში ისინი სწავლობენ საკუთარი და უცხო უჯრედების ერთმანეთისგან გარჩევას. ვინც ყურადღებით მისმენდით, ალბათ გახსოვთ, რომ თიმუსიდან 100-დან მხოლოდ ერთი ღირსეული ჯარისკაცი წარმატებით აბარებს გამოცდას. ვითომ იდეალური სისტემაა, მაგრამ იდეალური ამ სამყაროში არაფერია, ამიტომ შესაძლოა გაიპაროს ისეთი სამხედროც, რომელიც ცოტა მთლად თავის ჭკუაზე ვერ მოვა ცოტა ხანში, ანუ მას რაღაც დარღვევა ექნება. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც იწყებენ არა სხვა უჯრედების, ანუ არამტრული უჯრედების, არამედ საკუთარი ორგანიზმის უჯრედების განადგურებას ომიდან დაბრუნების შემდეგ კი არა, აი ეს განსხვავება იმათ და ამათ შორის. არამედ უკვე გამოსვლისთანავე. მაგრამ მათ დასაშოშმინებლად აღმოჩნდა, რომ არსებობს საპოლიციო რაზმი, რომელიც არა ხელკეტებით და თავში ჩარტყმებით და მიწაზე ხოხიალით და წყალში შერეული მომწავლენი ნივთიერებით კი არ ახშობს აი ამ ოპოზიციურ გამოსვლებს, არამედ დაზავებით, მოლაპარაკებით და ხელის მხარზე მოტათუნებით. სწორედ ასე დიპლომატები არიან თითქოს. და დიპლომატიური სამსახური მოგეხსენებათ ერთ-ერთი ურთულესი სამსახურია ადამიანის რეალობაშიც კი. სწორედ ამ დიპლომატების აღმოჩენა გახდა ნობელის პრემიის მინიჭების საფუძველი 2025 წელს. თიმუსის კურსდამთავრებულთა შორის, როგორც ითხარით, არიან ტეკილერები, ჰელპერები და მათთან ერთად რეგულატორებიც აღმოჩნდნენ. მათი ფუნქცია პათოგენებთან ბრძოლა არ გახლავთ. ისინი არიან დამამშვიდებლები. საკმარისია ტეკილერმა იერიში მიიტანოს მაგალითად კუჩხეშა ჯირკვლის იმ უჯრედზე, რომელიც ინსულინს გამოიმუშავებს, რომ მასთან მომენტალურად გაჩნდება რეგულატორი, ტირეგი, მხარზე ხელს დაადებს და ეტყვის რა შვები, ეს ჩვენიანია. ამას რეგულატორი სპეციალური გენის, რომელსაც FOXP3 ჰქვია, FOXP3 გენი ასრულებს ამ ხელის მოტათუნების და აი ამ ტექსტის ფუნქციას. რა მნიშვნელობა აქვს, როგორ გადაეცემა ინფორმაცია ენის საშუალებით თუ გენის საშუალებით, ხო? თავარია ინფორმაცია მივიდეს იმ ადამიანამდე, ან იმ უჯრედამდე, რომელმაც ეს ინფორმაცია უნდა გადახარშოს და შემდეგ დასკვნა გამოიტანოს. ახლა დიდი კრიტიკული აზროვნებით რო არ გამოირჩევიან ეს ტეკილერები, ესეთ შეშლილი ტეკილერები დავარქვათ, უკვე ეტყობათ, ხო? მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი ძალიან ხშირად უჯერებენ ტირეგებს. ასე რომ არ ხდებოდეს, ნებისმიერი ინფექციის შემდეგ ჩვენი ორგანიზმი იქნებოდა ტეკილერების, ანუ ჩვენივე დამცველების იერიშის ქვეშ და ნებისმიერი ინფექცია დამთავრდებოდა აუტოიმუნური რაღაცა გამოვლინებებით. აუტოიმუნური
დაავადებები არ არის მხოლოდ ის რაც მე ჩამოვთვალე და თქვა ალერგიული ცემინება და ასე შემდეგ, რომელზეც ნისტატინით თუ რაღაც ახალია, უამრავი ახალი კარგი პრეპარატია, რომლითაც ჩვენ ძალიან ადვილად თუ არა ყოველ შემთხვევაში ვამცირებთ სიმპტომებს, ხო ალერგიის. ესეც ავტოიმუნური გამოვლინება. ავტოიმუნურმა დაავადებამ შეიძლება ადამიანი მოკლას. ისევე როგორც მაგალითად კლავდა და ძირითადად ადამიანები კორონას პანდემიის დროს კვდებოდნენ ციტოკინური, ეგრეთ წოდებული ციტოკინური შტორმით. ანუ, როდესაც ზედმეტად აქტიურობდა ჩვენი იმუნური სისტემა, იმიტომ რომ მან მიიღო ისეთი ინფორმაცია, რომელიც შესახება წარმოდგენა არ ქონდა, გამოიმუშავა წარმოუდგენელი რაოდენობით კილერები, ჰელპერები, რეგები, რა ვიცი, თუ კი რამე შეიძლება ნეიტროფილები ყველა წავიდა ბრძოლაში და ამან გამოიწვია ზედმეტი ანთებები, გადანთება გამოიწვია ჩვენი ორგანიზმის, ამათ ციტოკინური შტორმი დაარქვეს და სწორედ მისი ეშინოდათ ყველაზე მეტად ექიმებს. სწორედ ის კლავდა ყველაზე სწრაფად და ყველაზე ულმობლად ადამიანებს. ამიტომ აი ასეთი გენის აღმოჩენა, ასეთი მექანიზმის აღმოჩენა ეს სამომავლოდ არის ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგმული ადამიანების მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში. გენი FOXP3, აი ეს არის გენი, რომელზეც ახლა მიპყრობილი არის იმუნოლოგების მთელი ყურადღება. ეს გენი ერთგვარი ინსტრუქციაა, ჩამონაწერია სია თუ როგორ უნდა დაშოშმინდეს აგრესორი. ჩვენივე და მცველი რომელიც იყო ადრე. სწორედ მისი საშუალებით ისე ვიმეორებ შვიდდება კილერი. ჩვენ უნდა შევძლოთ და უკვე შესაძლებელი არისო ამ დიპლომატიდან შვიდობის ყოფილი ტრეგების სინჯარაში გამოზრდა და შემდეგ იქ გაშვება, სადაც სამოქალაქო ომი მძინვარებს, ანუ სადაც ჩვენივე ორგანიზმს უტევენ. ჩვენ აქამდე შეგვეძლო იმუნიტეტის დათრგუნვა ტაბლეტების საშუალებით და ეს ხშირად ხდება, როდესაც ორგანოების გადანერგვაზეა საუბარი, მოგეხსენებათ, ჩვენი ორგანიზმი არ იღებს, ან ძალიან რთულად იღებს გადანერგილ ორგანოს, განსაკუთრებით თუ იგი გენეტიკურად მასთან ახლოს არ არის. ამიტომაც არის, რომ გადანერგვისას ყოველთვის პრიორიტეტი ენიჭებათ ოჯახის წევრებს. ძმას, დას, დედას, მამას, ძალიან ახლო ნათესავს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ იმუნიტეტი ვერ იგებს რა უნდა იმ თირკმელს აქ. ეს ჩემი არ არის. აბსოლუტურად სხვა გენეტიკის მქონეა, სხვა ცილები გამომუშავდება მასში, ანუ მტერია. და იწყებს მის მოცილებას. და ეს მოცილება ხშირად ძალიან რთულად, ძალიან ტრაგიკულად მთავრდება ხოლმე. ამის გამო სხვადასხვა პრეპარატების საშუალებით, იმუნოდებრესორების საშუალებით ხდება იმუნიტეტის დათრგუნვა, რომ ჩვენმა ორგანიზმმა დაიკიდოს. არის უცხო სხეული და იყოს მაგ ჯანდაბას. მაგრამ ამას მეორე მხარე აქვს ძალიან ცუდი, ხო? ის იყიდებს იმ ვირუსებს და ინფექციებს, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში იჭრება. დაახლოებით იგივე ხდება, რაც შიცის დროს. შიცი რა შვება? შიცი აგდებს იმუნიტეტს და 80-იან წლებში, როდესაც იგი პირველად გამოჩნდა და მოხდა მისი რეგისტრირება ამ დაავადების, ექიმებმა ისეთი დაავადებები აღმოაჩინეს ადამიანს ემართებოდათ, აი შიცი დაავადებები, რომლებიც აქამდე მივიწყებული ქონა, კაპოშის კანის კიბო მაგალითად, ენაზე სოკოები, სხვა ისეთი სოკოების გაჩენა და პირის ღრუში, რომ ადამიანები უბრალოდ ვერც წყალსაც კი ვერ სვამდნენ, ისეთი ტკივილები ჰქონდათ. ეს იყო სხვადასხვა ინფექციები, რომლებიც ძირითადად აი ეს დაავადებები კლავდა, თვითონ შიცი კი არ კლავდა. ანუ თვითონ აი ვირუსი, ანუ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი კი არ კლავდა, როგორც თქვა, გრიპი კლავს ან თქვა შავი ჭირი კლავს. არამედ მისგან გამოწვეული დაცემული იმუნიტეტის შედეგად მიღებული სხვადასხვა ინფექციები და სხვადასხვა დაავადებები. ეს კაპოშის სიმსივნე მაგალითად, რომელიც კანზე ჩდებოდა და ჩნდება დღესაც ალბათ მიუხედავად იმისა, რომ ისწავლეს ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარღვევა იყო მედიცინაში, ვირუსული დაავადების მართვა ისწავლეს მეცნიერებმა და ეს საოცარი, ან დღეს უკვე შიცი, ადრე თუ განაჩენი იყო, დღეს აღარ არის ეს განაჩენი საბედნიეროდ. აი ეს კაპოშის სიმსივნე, რომელიც ასევე უმოწყალოდ კლავდა შიცით დაავადებულებს, ადრე არც იცოდნენ და პრაქტიკულად არც ემართება ადამიანს.
მხოლოდ ძალიან ესეთი იმუნიტეტ გაქრობილ ადამიანს ემართება და რა არის ეს არის იგივე ჩვენი უჯრედები ჩვენ სიმსივნეზე გვექნება საუბარი ცოტა ხანში ეს იგივე ჩვენი უჯრედებია რომლებიც შეიშალენ რომლებმაც გადაწყვიტეს რომ თავი კი აპოპტოზი კი არ გააკეთონ ან თავი კი არ მოიკლან არამედ პირიქით გამრავლდნენ და გახდნენ უკვდავები ახლა ჰორიზონტზე გამოჩნდა ამ მეთოდის გამოგონების შემდეგ პერსპექტივა იმისა რომ ჩვენ წერტილოვნად შევძლოთ არა მთლიანად იმუნიტეტის გამორთვით, არამედ წერტილოვნად შევძლოთ უჯრედებზე ზემოქმედება, რომლებიც ამა თუ იმ ორგანოს უტევენ. ანუ ჩვენ მოროდიორების არმიას კი არ ვანადგურებთ, ისინი ჩვენ გვჭირდება. უბრალოდ ტეკილერები უბრუნდებიან მცველების მოვალეობის შესრულებას და წყვეტენ პატრონზე შეტევას. ეს იქნება ძალიან დიდი გარღვევა და ეს დიდი შერიგება, რომელიც მძიმედ მიიღწევა, იქნება საწინდარი მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისა. ჩვენი თხრობის ეს ნაწილი რომ შევაჯამოთ, იმუნიტეტი ბალანსზეა დამოკიდებული, მისი ელემენტების უკონტროლო აგრესია არის სიკვდილი, მისი ელემენტების უკონტროლო მდგომარეობაც არის სიკვდილი და ჩვენ უკვე ვიცით გენ FOXP3-ის შესახებ, რომელიც ტერეგულატორების საშუალებით მოგცემს აი ამ დილემის გადაჭრას, ანუ რაღაც შუალედი ვიპოვოთ, სადაც იმუნიტეტი არც უკონტროლო აგრესორია და არც მიძინებული ზარმაცი. ახლა კი გადავიდეთ შემდეგ თავზე და ვნახოთ თუ როგორ ხდება ამ უჯრედების ტეკილერების ავთვისებიან სიმსივნეებთან საბრძოლველად გამოწვრთნა. ჩვენ არც თუ უსამართლოდ თვლით, რომ ჩვენი იმუნური სისტემა ყოველთვის იგი დგას ჩვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ყველა იდეალურ სისტემაში არსებობს თავისი პატარა ხინჯი და აქაც არსებობს ბაგები. აი ბაგებს ეძახიან ხოლმე რაღაც თქვათ პროგრამა, როდესაც სიცვლელეების კეთებას იწყებს. და ანალოგიური ბაგები აქვს ჩვენს იმუნურ სისტემასაც. ამ შეცდომას მას ძალიან ხშირად აშვებინებენ და აშვებინებს ერთი ძალიან მზაკვარი, ძალიან საშიში ჩვენივე უჯრედი, რომელსაც ჩვენ ვეძახით გადაგვარებულ, ანუ ავთვისებიან უჯრედს. აი წარმოიდგინეთ დიდი ეზო, სადაც დარბის რამდენიმე უზარმაზარი ქოფაკი, რა ვიცი, ყაზბეგური მეცხვარე აიღეთ და გინდა დობერმან პინჩერი, კაცი ჭამიები, რომლებიც არ ინდობენ და არავის და არაფერს, თუ კი მათი საზღვრები ვინმემ გადმოკვეთა. და აი ასეთი ქოფაკებით სავსე ეზოში უცებ მათი პირდაპირ მტერი შედის, ისე ჩაუვლის მათ, ისე აუყირებს საჭმელებს, რომ ქოფაკებს თითქოს არც კი დაუნახავთ ისო. არადა ეს არის უჩინმაჩინის ქუდ დახურული დემონი, რომელიც ძალიან ცოტა ხანში ამ ეზოს მთლიანად გაანადგურებს. ჩვენს ორგანიზმში აი ახლაც კი, როდესაც ჩვენ ამ ვიდეოს უსმენთ, აქა-იქ ჩნდებიან სიმსივნური უჯრედები. საბედნიეროდ ჩვენი იმუნიტეტი მათ ეგრევე კლავს. უხშირეს შემთხვევაში. რაც უფრო ადამიანი ხანში შედის, მით უფრო მეტი შანსია, რომ ასეთმა უჯრედმა უჩინმაჩინის ქუდი დაიხუროს. რაც უფრო მეტ ტრიგერს აძლევს ორგანიზმს რაღაც სხვადასხვა პრესების სახით ადამიანი თავისით, მაგალითად მოწევის, ალკოჰოლის, ნარკოტიკების, არასწორი კვების, დაბინძურებული ჰაერის, დაბინძურებული წყლის, საკვების მეშვეობით, მით უფრო მეტია შანსი, რომ ეს ტრიგერი ამუშავდეს. ანუ მეტი უჩინმაჩინის ქუდიანი ასეთი უჯრედი გაჩნდეს. მაგრამ რაც არ უნდა პარადოქსალურად ჟღერდეს, კიბოს უჯრედი მართალია, ბევრი ზოგიერთი სახეობის კიბოს უჯრედი მართალია შეშლილია, მაგრამ ძალიან ჭკვიანია. მიგი თან ატარებს გულის ჯიბით საბუთს, პაროლს, რომლითაც იგი ეუბნება ლიმფოციტს, გაუმარჯოს, ეს მე ვარ, ეს ჩემი ნარუშილოვკაა, რომელიც მე მთავრობა მომცა და მე შემიძლია ნებისმიერ ადგილას გავიარო, ნებისმიერ ადგილას გავაჩერო ჩემი მანქანა და გავაკეთო ის, რაც მე მინდა. ყაბილის საბუთით მოტყუებულია ეს პოლიციელებიც ტყუდებიან და ატარებენ მომაკვდინებელ უჯრედს, აძლევენ მას საშუალებას რომ გამრავლდეს. ყოველგაცრავად პოლიტიკა შეომერია.
საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობა ებრძვის სიმსივნეებს არის აშკარა მიღწევები, საბედნიეროდ დღეს სიმსივნური დიაგნოზი არ არის განაჩენი კი არა ძალიან ხშირ შემთხვევაში მისი განკურნება საბოლოო თუ არა რემისია მაინც ხდება. რამდენიმე ათეული წლის წინ მართლაც იგი იყო განაჩენი, მაგრამ დღეს აღარ არის. მაგრამ მაინც იგი დიდი გამოწვევა ექიმებისთვის და რა თქმა უნდა პაციენტებისთვის. ძალიან ძიმე გამოცდა იგი და ახლა გაჩნდა საშუალება ძალიან საინტერესო მეთოდისა. კერძოდ ამოვიღოთ ტეკილერები ორგანიზმიდან, ვასწავლოთ მათ ყალბი ნარუშილოკების და საბუთების ამოცნობა, გავამრავლოთ ასეთი პოლიციელები და კვლავ დავაბრუნოთ ორგანიზმში. რა შვებიან ისინი? მოვიდა ხო ასეთი უჯრედი, ან სადღაცა უკვე დაბუდდა და იქ თავის საქმეებს აკეთებს ცუდს რა თქმა უნდა. ეს ტეკილერები მიდიან და იწყებენ მათ განადგურებას. როგორ კეთდება ეს? პრაქტიკულად ასე კეთდება, ესე იგი ონკოპაციენტისგან იღებენ სისხლს, შემდეგ გამოყოფენ ტელიმფოციტებს ლაბორატორიაში დასუსტებული ვირუსების სახით, ანუ ეგრეთ წოდებული ვექტორების სახით შეყავთ DNM-ში შეყავთ ახალი ინსტრუქცია და ამ ინსტრუქციის ხარჯზე ხდება სწორედ ყალბის აბუთების ამოცნობა. უჯრედი თავის გარსზე იწყებს ეგრეთ წოდებული ქარის გამოყოფას, განვითარებას, ქარი იშიფრება როგორც ქიმერული ანტიგენური რეცეპტორი. ქიმერა მოგეხსენებათ, მითოლოგიაში ეს არის სხვადასხვა ცხოველებისგან აწყობილი ერთი ცხოველი, ხო, რომელსაც აქვს ლომის თავი, არწივის ფრთები, გველის კუდი და ასე შემდეგ. დაახლოებით ანალოგიური ქიმერები, ანუ სხვადასხვა DNM-ის სხვადასხვა მონაკვეთებისგან აწყობილი ესეთი ტეკილერები არიან საშველი, რომელიც შემდეგ უკვე ებრძვის ჩვენს ორგანიზმში დაბრუნებისას სიმსივნურ წარმონაქმნებს. ქიმერული რეცეპტორი ერთი კონკრეტული პაციენტის კიბოს უჯრედზე არის მორგებული. მოგეხსენებათ, კიბო ავთვისებიანი სიმსივნეები მილიონაერია. მართლა ძალიან ბევრია. ყველას თავის სახელი აქვს, ყველას თავის ეტიმოლოგია, თავისი განვითარება აქვს, თავისი მკურნალობის მეთოდები აქვს, რავი, უამრავი სხვადასხვა მისცინია, მაგრამ ერთ და ყველა პაციენტს თავისი კონკრეტული აქვს რაღაც. ამიტომ ხდება მათი სიმსივნური უჯრედების შესწავლა და შემდეგ მორგება აი ამ გასაღების, რომელთაც ისინი განადგურდებიან. როგორც კი ტეკილერის უჯრედში, მის გენომში ჩაჯდება ინფორმაცია პაციენტის სიმსივნური უჯრედის შესახებ, იწყებენ მის გამრავლებას. გაამრავლებენ დიდი რაოდენობით და აბრუნებენ სისხლის საშუალებით ამ ტეკილერებს ადამიანის პაციენტის ორგანიზმში. და აქ ჩაღდება ომი. მაგრამ ზოგჯერ ტეკილერები ისე შედიან ომის ესხში, რომ ვაის გავიყარე იწყება. ანუ ისინი კი ებრძვიან სიმსივნურ უჯრედებს, მაგრამ პარალელურად ხმალამოღებულები იწყებენ ჩვენს უჯრედებზე შეტევას, ანუ გვიმძიმებენ მდგომარეობას, იქ ჯერ კიდევ არ მომსპარა ავთვისებიანი სიმსივნე და აქ ავტოიმუნური დაავადება იწყება. სწორედ წლევანდელი აღმოჩენა, სწორედ აი ამ სამეულის აღმოჩენა მოგცემს ჩვენ საშუალებას, რომ ძალიან ახლო მომავალში გამოვიყენოთ ეგრეთ წოდებული ლოგიკური ონკანი, რომლის გადაკეთება და გახსნა შეგვიძლია და რომლის პრინციპია და არ. ანუ, ეხლა ვიაგიხსნით, რას ნიშნავს ეს? ანუ ბიოინჟინერებს შეეძლებათ ტელიმფოციტში ჩადგან ინფორმაციის მიმაწოდებელი ერთ-ერთი გენი, რომელიც ტელიმფოციტს ეტყვის, რომ შეუტიე მაშინ, როცა შენ დაინახავ A და B ცილას ერთად. არასდროს არ შეუტიო უჯრედს, რომელშიც მხოლოდ A ან მხოლოდ B ცილა. შეუტიე მხოლოდ, როცა ისინი ორივე ერთად არიან. გამოდის, რომ ეს უკვე პროგრამირებადი იმუნიტეტია, რომ არ უნდა შეუტიოს ამას და უნდა შეუტიოს თქვათ ამას. მეთოდი დიდი ხანია არსებობს სისხლის კიბოს საწინააღმდეგოდ გამოიყენება იგი, მაგრამ სოლიდურ ანუ მკვრივ სიმსივნეებს იგი ვერ ერეოდა აქამდე და უძლური იყო. ახლა თქვათ იგივე როგორც არის პანკრეასის, ღვიძლის, ფილტვის კიბო 25 წელს აგვისტოში უკვე სხვა მეცნიერთა ჯგუფმა წარადგინა ახალი აღმოჩენა, რომელსაც triple treat დაარქვა.
ახლა მე ძალიან არ ჩაუღრმავდები თუ რა არის სიმსივნური უჯრედების მარკერები, რას წარმოადგენს კოდები, რომლებიც ტეკილერებს დააქვთ, მაგრამ ძალიან მარტივად გეტყვით, არც არის საჭირო ეხლა თქვენ იმუნოლოგიაში გამოცდას არ აბარებთ. ძალიან მარტივად გეტყვით, რომ ამ triple treaty-ის გამოყენებით, ამ ახალი მეთოდის გამოყენებით, ლიმფოციტებს ერთის მაგივრად 3 ცილოვან კოდს აძლევენ, რომლებიც სიმსივნური უჯრედების მარკერებს ცნობენ და ანადგურებენ მათ. სამაგი რატომ გახდა საჭირო? იმიტომ რომ სიმსივნური უჯრედი საკმაოდ, როგორც გითხარით, დაუნდობელი და შეშლილი კი არის, მაგრამ ძალიან ჭკვიანია. იგი ყოველთვის, როდესაც იგრძნობს, რომ მასთან ტეკილერი მივიდა, მალავს ამოცნობილ მარკერს და ლიმფოციტიც მშვიდდება. ეს იმ შემთხვევაში თუ ერთი მარკერი და ერთ კოდიანი ლიმფოციტია, მაგრამ როდესაც 3 აქვს ლიმფოციტს კოდი, ამ შემთხვევაში უკვე კიბოს უჯრედი უძლურია. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში და თუ იგი ერთს დამალავს, ორი მაინც ღია რჩება და იმ ორს მოერგება აუცილებლად ლიმფოციტი და აქ უკვე შეცდომა გამორიცხულია. კიბოს შანსები უნივერსალურ მონადირესთან არის 0-ის ტოლი. წელს რამდენიმე ადამიანზე ჩატარდა მსგავსი თერაპია და თქვენ ხედავთ, რომ ძალიან სწრაფად სიმსივნური მეოთხე კატეგორიიდან ადამიანი რემისიაში კი არა, სრულ განკურნებაში გადავიდა. სამწუხაროდ მსგავსი თერაპია და ინოვაციური ტექნოლოგია ჯერჯერობით $9 მილიონ მეტი იჯდება და ეს არის დღევანდელობის მთავარი ეთიკური დილემა, მაგრამ ახალი ტექნოლოგიების დანერგვით დღეს ეს ფასი უკვე თითქმის განახევრებულია. ზაფხულში 500,000 დაჭინა. გადადეს ცოტა ხნით ომები და ის ტრილიონები, რაც შეიარაღებაში იხარჯება მედიცინაზე და ბიოლოგიაზე მიმართეს, ძალიან ცოტა ხანში ასეთი მეთოდი იქნება ალბათ ჩვეულებრივი სადაზღვევებიც კი დააფინანსებენ. როგორც დათვალეს აი ამ კოდების, ანუ ჩავთვალოთ რომ ეს კოდი არის გასაღები, ხოლო კლიტე არის ის, რომელიც სიმსივნურ უჯრედშია. აი ამ გასაღებების და კლიტეების რაოდენობა 1 კვინტილიონზე მეტია. წარმოუდგენელი ციფრია. 1 კვინტილიონი მე მგონი პლანეტა და ვარსკვლავი არ არსებობს სამყაროში. ეს ყველაზე იმაზე მეტია, ვიდრე ყველა ქვიშა ერთად აღებული ქვიშის მარცვალი, რომელიც დედამიწაზეა. და როგორ ვიპოვოთ ამ თვალუწვდენელ სივრცეში და რაოდენობაში ის ერთი გასაღები და ის ერთი კლიტე, რომლებიც ზუსტად მიუდგებიან ერთმანეთს, უბრალოდ 3-3-თან. აი სწორედ აქ გვადგება ის ინოვაციური ტექნოლოგია, რომლის შესახებაც მე ხშირად ვსაუბრობ და რომელიც მე ზოგ შემთხვევაში საკმაოდ საშიშად მიმაჩნია, მაგრამ ამ შემთხვევაში იგი ძალიან გვადგება. ანუ იგი მუშაობს როგორც, აი წარმოიდგინეთ, იუპიტერი არის ყველაზე დიდი პლანეტა, ხო? აი ის იუპიტერის ხელა TV ზვინი რო წარმოვიდგინოთ და მასში ჩავაგდოთ ნემსი. ვერ ვიპოვით ვერაზრს ხომ იმ ნემს, მაგრამ ხელოვნური ინტელექტი ამ შემთხვევაში როგორც გიგანტური უძლიერესი მაგნიტი ისე მუშაობს, რომელიც დაივლის აი ამ TV-ის ზვინს და რაღაც მომენტში ძალიან სწრაფად აი თავის მიზიდულობის ძალით ამოაგდებს ამ ნემს. სწორედ აი ესეთი ტრილიონობით ოპერაციის ჩატარების შედეგად ხელოვნური ინტელექტი ადგენს გასაღების და კლიტის თანხვედრას. და სწორედ ამ კლიტეების და გასაღების აღმოჩენის პრეროგატივა აქვთ ამერიკელ მეცნიერებს, რომლებმაც ეს 2025 წლის სექტემბერში მოახდინეს ეს გარღვევა და ხელოვნური ინტელექტის საშუალებით 95%-იან სიზუსტეს მიაღწიეს. ახლა აღარ არის საჭირო 100,000-ობით ექსპერიმენტის ჩატარება და დროის კარგვა, ჩვენ უბრალოდ ვაძლევთ ხელოვნურ ინტელექტს ჩვენს ხელთ არსებულ მონაცემებს და იგი იწყებს მის ბაზაში არსებულ ყველა სავარაუდო ვარიანტის გადასინჯვას და ყველაზე ოპტიმალურის ჩვენთვის შემოთავაზებას. როგორ იქნება ეს ყველაფერი პრაქტიკაში? ექიმი პაციენტის ორგანიზმიდან აიღებს კიბოს უჯრედების ნიმუშებს, შემდეგ იგი გაიგზავნება გენეტიკურ ლაბორატორიაში, დადგინდება მისი გენეტიკური კოდი და ჩაიტვირთება ხელოვნური ინტელექტისთვის გასაგები ფორმით კომპიუტერში.
2-3 საათის ზებნის შემდეგ ხელოვნური ინტელექტი პოულობს კიბოს უჯრედისთვის უნიკალურ და სუსტ მონაკვეთებს მის გენომში და აპროექტებს ვაქცინას, რომელიც გაწვრთნის თქვენს იმუნურ სისტემას სწორედ ამ კონკრეტული უჯრედების საწინააღმდეგოდ. ეს არის ძალიან მარტივად, მე წავიკითხე უბრალოდ იმიტომ რომ რამე არ გამომრჩენოდა, ეს არის მარტივად ის მეთოდოლოგია, რომელიც მომავალში ძალიან საინტერესო რამეებს პირდება. ეს არ გახლავთ ტაბლეტები, ეს არ გახლავთ ნემსი, ეს არის უნიკალური ერთ კონკრეტულ ადამიანზე, ერთ კონკრეტულ დაავადებაზე მიბმული სამკურნალო საშუალება. ზოგადად უკვე მედიცინა მიდის იქამდე რომ ზოგადი კი არ იყოს მედიცინა, არამედ იყოს ერთ ადამიანზე, კონკრეტულად ერთ ადამიანზე ორიენტირებული. წმენდა და გაახალგაზრდოვება. მე ჩემს ვიდეოებში არაერთხელ მithქვამს, რომ ევოლუციის აზრით ჩვენს არსებობას 40 წლის შემდეგ პრინციპში აზრი აღარ აქვს, ჩვენ მანამდე ვჭირდებით მას, სანამ ახალი თაობის მოცემა შეგვიძლია. ასე იყო ახლო წარსულში, მაგალითად 50+ ადამიანები 17-18 საუკუნეში იშვიათობას წარმოადგენდნენ, აი გადახედეთ თუ ნებავთ იგივე 19 საუკუნეში, იმიტომ რომ არ იყო ავადმყოფობებთან ბრძოლის ის მეთოდები, რომლებიც დღეს არის, ადამიანები ვერ აღწევდნენ 60 წელს, უკვე ჩემი ასაკის ხალხი გამოიყურებოდა კიდეც გაცილებით უფრო მოხუცად ვიდრე მეც არ გამოიყურე პატარა ბიჭივით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში 40-50 წლის შემდეგ თიმუსი ფაქტიურად გაჩერებულია. ანუ ჩვენი იმუნური სისტემა რჩება იმავე დონეზე, რაც იყო მანამდე. მისი განახლება არ ხდება და ორგანიზმის თვითგაწმენდის პროცესებიც ნელდება. ორგანიზმი ემსგავსება სახლს, რომელსაც არ ალაგებენ, რომლიდანაც ნაგავი არ გააქვს და მოგეხსენებათ, ეხლა 3 დღე რო არ გაიტანოთ ნაგავი სახლიდან და არ დაალაგოთ, რა დღეში ჩავარდება თქვენი ჯანმრთელობაც კი, ხო? აი ანალოგიური რამ ხდება თიმუსის გათიშვის შემდეგ ჩვენს ორგანიზმში, არა და ადამიანები აგერ ცოცხლობენ იმის შემდეგ 20-30-40 წელი ჩვენს ორგანიზმში ჩნდებიან ეგრეთ წოდებული სენესცენტური, ანუ ზომბი უჯრედები. რატომ არიან ისინი ზომბები? ზოგადად ნებისმიერ ჯანმრთელ უჯრედს, როდესაც იგი თავის დროს მოჭამს, ახასიათებს აპოპტოზის მექანიზმი. ჩადებულია მასში უკვე, ანუ თვითგანადგურების, თვითმკვლელობის მექანიზმი. იგი აღწევს რაღაც დონეს და იკლავს თავს. ნორმალური უჯრედებისგან განსხვავებით, რომლებიც აი ესე მიდიან ამ ქვეყნიდან, სენესცენტურები სადღაცა ლიმბში არიან გაჭედილები, ანუ არ ცოცხლები არიან, არც მკვდრები. არც ერთ სიაში არ წერიან, სადღაცა შუაში არიან, აი ლიმბი მოგეხსენებათ, მისტიური ადგილია, სადაც აი ესეთ შუალედურ მდგომარეობაში იმყოფება ადამიანი. ისინი არანაირ ფუნქციას არ ასრულებენ, მაგრამ სამაგიეროდ არც წასვლას აპირებენ არსად. იტყვით არიან და იყონო რა. ერთი ნიჭიერი რო ყავს იმან რო თქვა იმის არ იყოს. დასვამთ და იჯდეირავო. სატირალი რომ არ იყოს, ხომრობა შეიძლებოდა. ვერც თქვენ მოახერხეთ გულიანად გაღიმება. და ბოლოში ვეთანხმები სატირალი რო არ იყოს. სენესცენტები ცხოველ ქმედებენ. ისინი მიუხედავად იმისა, რომ არიან ზომბები, მაინც მოქმედებენ და ეს მოქმედება არის ისევე როგორც ზომბების მოქმედება შხამიანი. ისინი გამოყოფენ მთელ კოქტეილებს შხამებისა, ეს არის ციტოკინები, ქემოკინები, ზრდის ფაქტორები, პროტეაზები, რომლებიც არაფერში არ ჭირდება ორგანიზმს და მიკროანთებებს იწვევენ იმ ადგილებში, სადაც აი ეს ზომბი უჯრედები არიან და კლავენ იმ ჯანმრთელ უჯრედებს, რომლებიც მათი რგვლივაა. ისინი იწვევენ სიძარღვებში მცირე პატარ-პატარა ანთებებს, ღვიძლში, კუჭქვეშა ჯირკვალში, ყველგან სადაც კი არიან. და მათი თავიდან მოცილება, აი სწორედ 40 წლის შემდეგ ფაქტიურად აღარ ხდება. სხვა შორის ასეთ უჯრედებს, როდესაც ჩვენ ახალგაზრდები ვართ, აქვთ თავიანთი ფუნქცია, კერძოდ ისინი მონაწილეობას იღებენ ჭრილობების შეხორცებაში. წინეღობებიან სიმსივნეების გაჩენას, ემბრიონალურ განვითარებაში იღებენ მონაწილეობას, მაგრამ უკვე 40 წლის შემდეგ აი აქაც ჩანს ევოლუციის მზაკვრობა, რომ ჩვენ მხოლოდ 40 წელი გვაქვს გამოყოფილი და შემდეგ შეგვიძლია წავიდეთ. 40 წლის შემდეგ ისინი მავნეები ხდებიან და თვითონვე აქამდე თუ სიმსივნის უჯრედებს ებრძოდნენ, თვითონ შეიძლება გარდაიქმნენ ავთვისებიან უჯრედებად.
როცა ახალგაზრდები ვართ, ზომბებს ტელინფოციტები კლავენ და შლიან, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი იყიდებენ მათ. აი სწორედ 40 წლის მერე, ანუ თიმუსის გათიშვის შემდეგ, ფაქტიურად ეს ნაგავი, რომელიც ძალიან საშიშია და ტოქსიკურია, იწყებს დაგროვებას ჩვენს ორგანიზმში. 2025 წელს კვლავ მეცნიერებმა CAR-T, ასე ქვია, მეთოდოლოგია, ანუ სპეცდანიშნულების რაზმი გამოიგონეს, რომლებიც ამ ზომბებზე ნადირობენ. მათ იპოვეს სპეციფიური ნიშანი, რომელიც სინესცენტურ უჯრედებს ახასიათებს. დღეს უკვე შესაძლებელია, რომ ორგანიზმში შევიყვანოთ სპეციალურად გაწვრთნილი რაზმი ტელინფოციტებისა, რომლებიც დამლაგებლის ფუნქციას შეასრულებენ. ისინი უკვე თვეების განმავლობაში კლინიკურ გამოცდებს გადიან და აჩვენეს, რომ ასეთმა წმენდამ საოცარი შედეგები გამოიღო. თავიდან რა თქმა უნდა ტარდებოდა თაგვებზე საოცარი შედეგები მიიღეს და ახლა ადამიანებზე ხანდაზმულმა პაციენტებმა გადაწყვიტეს ნაწილმა, რომ თვით თავისი ნებით მიეღოთ მონაწილეობა ასეთ ექსპერიმენტში, ჩაიტარეს მსგავსი წმენდა და საგრძნობლად გაუმჯობესდათ მათ ნივთიერებათა ცვლა, აღუდგათ სახსრების ფუნქციები, მოქნილობა და თქვენ წარმოიდგინეთ სიზაროების კედლებიც კი გაეწმინდათ, რომლებიც წარმოადგენენ სიბერეში ფაქტიურად სიმსივნეებთან ერთად ყველაზე დიდ რისკ ფაქტორს სიკვდილისა, ანუ ინსულტები, ინფარქტები და ასე შემდეგ. მეცნიერები ამბობენ, რომ მათ გამოწმინდეს ტერიტორია, რომელშიც ნაგავი გროვდებოდა 10 წლეულების განმავლობაში. სულ ახლახანს დეკემბერში კიდევ ერთი ძალიან დიდი აღმოჩენა გაკეთდა, რომელსაც კარგი პერსპექტივა აქვს. მე უკვე ბევრჯერ ვთქვი, რომ თიმუსი წყვეტს მუშაობას, ანუ ჩვენი იმუნური სისტემის გადახალისება არ ხდება. მაგრამ ჩვენს ორგანიზმში მაინც ცირკულირებენ, რა თქმა უნდა, ცირკულირებენ ტელინფოციტებიც, ბელინფოციტებიც, ჰელპერები, ტეგები და რა ვიცი, ვინაღარ და ისინი ესე შემორჩენილი ჯარისკაცები არიან, ასე ვთქვათ, რომლებიც ნელ-ნელა იწყებენ დაღლას. და აი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ლაბორატორიაში იფიქრეს ბევრი თუ ცოტა და მიადგნენ ღვიძლს. ეს უზარმაზარი ორგანო, ეს უზარმაზარი და გიგანტური ქარხანა, რომელიც წარმოუდგენელ რაღაცებს წარმოქმნის, ამუშავებს, გადმოაქვს, იქნებ ერთი ფუნქციაზე, ერთი პატარა დაზგაც დაუყენოთ და იქნებ მან დაიწყოს ისეთი სიგნალები გამოუშვას, რომელსაც ადრე თიმუსი უშვებდა. და ანალოგიურ რამეს აკეთებს დღეს ღვიძლი. ანუ მიძინებულ აი იმ ტე უჯრედებს, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში არის, მაგრამ უკვე დაღლილები არიან და მათი რიგების განახლება არ ხდება, იგი აძლევს სიგნალს, რომ გამოხიზდით, აზე მოდით, საქმეები არის უამრავი წინ. ისინიც შეიძლება ითქვას ვერსია 2.0-ზე გადადიან. ესე ძალიან პერსპექტიული რამ არის, სამომავლოდ ჩვენი იმუნური სისტემის გამოფხიზლება შეგვეძლება. ვინც ყურადღებით მისმენდით, ჩემთან ერთად იმოგზაურეთ ამ საოცარ სამყაროში, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი ჰქვია, დაინახავდით, რომ ჩვენ შევიხედეთ იქ, სადაც საომარი ბატალიები მიმდინარეობს. იქ, სადაც ეს ბატალიები მოჩვენებითი სიმშვიდით ჩანაცვლდება ხოლმე. იქ, სადაც კიბოს მზაკვარი დემონი უჩინმაჩინის ქუდით დაეხეტება და იმუნიტეტს ემალება. ნახეთ თუ როგორ შეიძლება გარდაიქცნენ მცველები მკვლელებად და პირიქით. და მიუხედავად იმისა, რომ სისხლის ღრმელი ომების, ტერაქტების და ბოლო აწლეულებში ალბათ ყველაზე რეგვენი ბრიყვი და სისხლისმცემელი დიქტატორების ხელში ჩავარდა პლანეტა, მიუხედავად ამისა მეცნიერება ცოცხალია, მეცნიერება საოცრებებს აკეთებს. ჩვენ შევკარით წრე ხანგრძლივი და ჯანმრთელი სიცოცხლისა. დავიწყეთ ნობელიანტების აღმოჩენით და დავამთავრეთ ხელოვნური ინტელექტით და ორგანიზმის გაწმენდით, გაახალგაზრდების მეთოდიკით და იმუნიტეტის გადატვირთვის ტექნოლოგიით. ჩვენ შევდივართ, უпроსორად უკვე შევედით, პირველი ნაბიჯი შევდგით ერაში, როდესაც ცალკეულ დაავადებებს კი არ ვუმკურნალებთ, არამედ თავად ორგანიზმს ვაიძულებთ, რომ გაუმკლავდეს მათ. რათა მან თავად დაძლიოს ყველა ის გასაჭირი, რომელიც მას ცხოვრებაში შეხვდება. რაც მას ასაკთან ერთად ემართება. 2025 წლის აღმოჩენებმა ჩვენ დაგვარწმუნა, რომ სიბერე და ორგანიზმის დაბერების პროცესი უბრალოდ რთული საინჟინრო ამოცანაა, რომლის გადაწყვეტა ალბათ მომავალში ადამიანს შეეძლება.
თუ ადრე ჩვენ გვეგონა რომ ამა თუ იმ დაავადებას ვერაზროს მოვერეოდით 2025 წელს უკვე გადავლახეთ ხაზი რომლის მიღმაც შესაძლებელი იქნება თვით სიცოცხლის მართვა სადაც ავთვისებიანი სიმსივნე ჩვეულებრივი დაავადება იქნება და არა განაჩენი სადაც სიბერე მხოლოდ წლები იქნება პასპორტში და სადაც ის ერთი წელი რომელიც მე ხვალ მომემატება ბევრს არაფერს შეცვლის ჩემ ცხოვრებაში ეს არაა მომავალი რომელიც ოდესმე დადგება ეს უკვე სინამდვილეა ჩვენ ამ სინამდვილეში ვცხოვრობთ და 2025 წელი ამითაა უნიკალური ახლა მთავარია რამდენიმე მანიაკის სურვილმა კაცობრიობის სრული განადგურებისა გადაიაროს არ იმძლავროს საღაზრზე და რამენაირად გადავრჩეთ მართალია ბევრი ნაბიჯია გადადგმული მაგრამ ბევრი რამ კვლავ აღმოსაჩენია ახალგაზრდების გასაგონად კი კვლავ მოლეკულური ბიოლოგია იმუნოლოგია რჩება და ძალიან დიდ ხანს დარჩება იმ დარგებად რომელშიც ბედის ცდა ჩემის აზრით ძალიან საინტერესო იქნებოდა მე რომ ახლა თავიდან ვიწყებდი ცხოვრებას რა თქმა უნდა პალეონტოლოგიას აღარ ავირჩევდი პალეონტოლოგია შეიძლება და ხობად დამეტოვებინა ხოლო თავარი ჩემი კვლევის საგანი მაინც სიცოცხლე იქნებოდა და არა მილიონობით წინკვდარი ორგანიზმები და ბოლოს ლოგიკურად ჩნდება მკითხვა ეს ყველაფერი ძალიან კარგი მაგრამ რა ვუყოთ იმ ათასობით თუნდაც ჩვენს თანამემამულეს რომლებიც დღეს იტანჯებიან სხვადასხვა დაავადებებით სად ვიპოვოთ ის თანხები რომლითაც ჩვენ მათ შევძლებთ მათ გადარჩენას შევძლებთ თუ ეს მეთოდები მხოლოდ მდიდრებისთვის არის და სხვა არავისთვის მაგრამ გავიხსენოთ რომ ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება მე მახსოვს ჩემი პირველი კომპიუტერი რომელიც 30 წლის წინ მქონდა 32 წლის წინ მქონდა და რომლის მეხსიერებაც იყო 20 მეგაბაიტი დღეს მე მაქვს ტელეფონი რომელშიც 256 გიგაბაიტი არის მეხსიერება მე მქონდა კამერა სულ რაღაც 20 წლის წინ რომელიც იწონიდა თავის შტატივიანად თითქმის 22 კილოგრამს და მას დავათრევდით ჩვენ თავის აკუმულატორები ან კასეტებზე უკვე ცალკეა საუბარი ამ ხელა კასეტები ბეტაკამის კამერა ვიდეო კამერა რომელიც მე ჯიბეში მიდევს მუდმივად და მისი მახსოვრობის ბარათი რომელიც არის ემხელა რომელიც ხშირად მეკარგება ხოლმე შორის აი ასე სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიები ასე იაფდება ტექნოლოგიები მე იმ კამერაში რომელზეც გითხარით $24,000 მაქვს მე არა გერმანიის მთავრობას რომელმაც თავის დროზე ჩვენ გრანტის სახით გაგვიკეთა სტუდია მთლიანად სტუდია დაახლოებით $70,000 დაჯდა და აი ეს ყველაფერი ჩემს თვალწინ მოხდა ასე მოხდება აქაც ეს ყველაფერი დასაწყისია დღეს თუ ეს თერაპია ღირს $500,000 მე დარწმუნებული ვარ გავა 1 2 3 წელი და ისინი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება ეხლა შეთქმულების თეორიების მიმდევრებს რომლებიც შუბს ურტყამენ მიდღემში კედელს და გინდა თუ არა იძახიან რომ ფარმაცევტული კომპანიები ჩვენს მოსაკვდინებლად არიან გამოგონილი ელემენტარული კრიტიკული აზროვნება არ გააჩნიათ და მე ასეთ ადამიანებთან კამაც არ ვაპირებ რანაირად იქნება ეს ან რა შეაწყოთ ფარმაცევტულ კომპანიას დაადოს წამალს $1,000,000 რომელსაც წელიწადში 3-4 მილიონერი იყიდის მაშინ როცა მას შეუძლია წამალს დაადოს თუ ამ თვითღირებულება აძლევს ამის საშუალებას დაადოს €3 და ამ წამალს იყიდის 2-3 მილიარდი ადამიანი რომელი უფრო მომგებიანია აი მაგალითად იგივე გენომის სეკვენირება რომელიც დაახლოებით 20 წლის წინ მოხდა $2.5 მილიარდი დაუჯდა ლაბორატორიას დღეს თქვენ $200 შეგიძლიათ თქვენი გენომის სეკვენირება მოახდინოთ და ყველაფერი გაიგოთ თქვენი წინაპრების შესახებ. ჩვენ უკვე გამოვედით დამკვირვებლის როლიდან საბედნიეროდ ჩვენ ჯანმრთელობის ინჟინრები გავხდით და ეს უკვე აღარ არის ფანტასტიკა, ეს არის რეალობა და სწორედ ასეთ პოზიტიურ ნოტზე მინდა დაგემშვიდობოთ. არ ვიცი მოვახერხებ თუ არა მე კიდევ ერთი ვიდეოს ჩაწერას ახალ წლამდე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვეცდები. თუ არა და მე მინდა გისურვოთ ბედნიერი დამდეგი ახალი წელი, ყოფილიყოს იგი თქვენი ყველაზე санუკვარი იმედების ასრულების წელი და არა მხოლოდ
2026, არამედ ყველა მომდევნო წელი, რომელიც მას მოსდევს, იყოს იგი ჩვენი ქვეყნისთვის ბედნიერების მომტანი, ცოტა მეტი საშუალება მიეცეთ ჩვენს ადამიანებს, რომ უკეთი ცხოვრონ, რეალიზება მოახდინონ საკუთარი იდეების, ახალგაზრდებს მე ურჩევ, რომ ბევრი იკითხონ, სხვადასხვა ახლა უკვე YouTube-ი გადაიქცა კარგ აკადემიად, სადაც თქვენ შეგიძლიათ, ჩემზე არ მაქვს საუბარი, შეგიძლიათ ძალიან საინტერესო სამეცნიერო იდეების შესახებ მოისმინოთ და კარგად აითვისოთ ისინი და რა თქმა უნდა ჯანმრთელობა, რომლის შესახებაც მე დღეს ბევრი ვისაუბრე და პირველ რიგში ჩვენ მოვფრთხილდეთ და შემდეგ უკვე ჩვენი შინაგანი ძალები ეცდებიან, რომ მაქსიმალურად დაგვიცვან ჩვენ ყოველგვარი ცუდისგან. მაშასე, მომავალ შეხვედრამდე 2026 წელს. ახვამდის.